თქვენ ალბათ გაინტერესებთ ეს ჩემოდანი რად უნდოდაო. რად მინდოდა და ახლა ჩამოფრინდი პირდაპირ ამერიკიდან. ახლა იკითხავთ ამერიკაში რა უნდოდაო. რა მინდოდა და ოსკარების დაჯილდოვებაზე ვიყავი. თქვენი ამბავი რო ვიცი, ახლა იმასაც იკითხავთ ოსკარების დაჯილდოვებაზე რა უნდოდაო. ამასაც გეტყვით თავის დროზე, მაცადეთ ოღონდ. ამომასუქეთ დამსვით. ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე ვიყავი და რა დაჯილდოება იყო ეხლა ეს? რა იყო რა? საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა წიგნი. წვანე წიგნი. ეს გავატარე ხა, არაფერი ვუთხარი, მაინც ზეიმი ქონდათ რაღაცა იყო. მაგრამ შოკი მივიღე რა. შოკი მივიღე, აი კულტურულს რო ეძახიან რა. დოლარის კურსი, კაცო. დოლარის კურსზე მივიღე შოკი. $1 ზუსტად $1-ია, კაცო. ყველაფერი ხო ასე საათივით აქვთ აწყობილი, მაგრამ მაინც მომენატრა ქაურობა. ქართულად საუბარი მომენატრა, აი დიალოგში რო შემოდიან რა, თორე ქართულად იქაც საუბრობდი, უბრალოდ დიალოგში არ შემოდიან. ხო, რაღაცნაირი ხალხია ეს ამერიკელი, ვერ გაიგებ. ზოგადად ამერიკაც რაღაცა. ჩვენთან რო სამთო ქიმიაა, ხო იცით აი. ხო, აი ტერიტორიულად იცი სადაც არის, მაგრამ საქმე თუ არა გაქვს, არ წახვალ. ხო, გაიგეთ ახლა როგორიც არის რა, ხო? საერთოდ ვინმე რამე თუ არ იცის, სამთო ქიმიით ვუხსნი ხოლმე. საქმე რომ მქონდა, მეც იმიტომ ვიყავი ამერიკაში. წეგან ხო დაგკვირდით, გეტყვით მეთქი დამსვით თქო. დამსვით ხო? ხო. მოკლედ ამერიკის კინოაკადემიიდან დამირეკეს ალო მეთქი. მე ხო ბაჩო დაჯილდოვებაზე წამყვანი არ აყვავს და შენი იმედი გვაქვს და შენი ჭირიმე ახლა უარს ნუ გვეტყვიო. დავთანხმდი. საერთოდ ასე ვარ, როცა მეუბნებიან ახლა უარს ნუ მეტყვიო, ზუსტად მაშინ ვერ ვეუბნები უარს. ოღონდ მეთქი მარტო გავხსნი და უკან უნდა გამოვიქცე, ჩემი გადაცემა მაქვს წასაყვანი თქო. გაგიჟდი, რას ამბობ, კაცო? თავიდან ბოლომდე უნდა წაიყვანო. კიდე კაი, აქ არ მითხრეს, ახლა უარს ნუ მეტყვიო. ამით ვისარგებლე და ვუთხარი შანსი არ არის. სტუდიაში ხალხი მელოდება მეთქი, კაცო. მე ამ ხალხს ვერ ვუღალატებ და ღალატს რომ თავი დავანებოთ, ვერც ვენდობი თქო. დეკორაციას რამე არ დამართონ მეთქი. კიდე ვერ გაიგეს რას ვუხსნი და რას ვეუბნები. მე ვუთხარი კაცო, აი შოუ მაქვს ეს გადაცემა, პირველი არხი, მე ვუთხარ დეკორაცია, რანაირად აუხსნა ეხლა ამაზე მეთქი, კარგად რანაირად აუხსნა თქო და სამთო ქიმია მეთქი. სამთო ქიმიაო! მე ვუთხარი აბა რა გეუბნები ბიჭო? აი ბაჩო. დაწყნარდიო, დამშვიდ შენ ესე ნუ ღელავო, დაიწყეო და რაღაცას ვიზამთ მერეო. ხო და მოდი ვნახოთ როგორ დავიწყე და შუა ცერემონიაში როგორ მივუტოვე იქაურობა. მოგესალმებით. გამარჯობა.
რატომ შეკრიბეთ ახლა ასე ადრე? მერე ჩემი გადაცემის ჩაწერას უნდა მივუსწრო. ჩემს ულამაზეს დეკორაციაში. არა, ესეც კარგი დეკორაციაა, მაგრამ ჩემი ჯობია. მაგრამ პრინციპში რას ვითხოვ? ამერიკა. თავიდან რომ მითხეს ოსკარების დაჯილდოებაზე უნდა ჩამოხვიდეო, უარი უთხარი რა. უარი. ჩემი გადაცემა მაქვს მეთქი ჩასაწერით ხო, მაგრამ მერე რომ გავიგე ლედი გაგაც აქ იქნებოდა, არც კი დავფიქრებულა რა, არც კი დავფიქრებულა. შეიძლება ახლა თქვენ ფიქრობთ ტრამპზე და რაღაც ეგეთ რაღაცებზე უნდა ვიხუმრო, მაგრამ მე პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს. აი, რემი მიცის რა. ისე მართლა როგორ გავხარ ფრედი მერკურის რა. შენ ჯვარი წერია, მაგის მოსვლამდე არაფერი გეწია. რამდენი ძირფასი ადამიანია მართლა შეკრებილი, რამდენი. ბრაიანს გაუმარჯოს, ბრაიანს. აი რო დამენიზლავე ვერ ჩამოასწრებო. ხო კისრულობ. აბა რასია. ხო, ქალბატონო, მართლა რომ მითხარით, შენ დიეტა ჩამაწერინე, აუცილებლად ჩაგაწერინებ. ქალბატონო, გლინ. ბებია ჩემო მოგიკითხათ. ხო, იმ ბებიამ წინა გადაცემებში რო ვახსენე. როგორი ოქროსფერი კაბაც გაცვიათ, ეგეთი ოქროს გული გაქვს. კი. ო? რა წყვილი? ბრიტები ვითხარ. ირინა, შენ ბრედლის უმადლოდე, რომ ოსკარების დაჯილდოებაზე ხარ და არა ოქროს ბურთის. კრისტიანოს ამბავში გითხარი რა. მოკლედ, მართლა ძალიან ძვირფასი ადამიანები ხართ შეკრებილი, მაგრამ ვიღაცები მაკლია. ნუ ბრედი და ანჯელინა გასაგებია, ალბათ ორივემ ცალ-ცალკე იფიქრა, არ მინდა შევხვდეო და საბოლოოდ არც ერთი არ მოვიდა, მაგრამ ეს ლეონარდო რატო არ მოვიდა, ჩემამდე არ დადის რა. აიღო ერთი ოსკარი და დაიკიდა. იპრი. მე რო ესე მეცხოვრა რა. კარგით, მე უნდა გავიქცე ახლა. გადაცემა მეწყება. ხო და რემი. მოკლედ, იცოდი ახლა რა, შენ რო არ ინერვიულო. საუკეთესო მამაკაც შენ ვარ. კარგი, მაგას მეც მოასწრებ, ხა მეჩქარება მაქვს. ხო, მართლა და ეს როა მოხვალ სცენაზე ოსკარის სასაღებად. ხილად იყავი საფეხური არ არის კარგად გაკეთებული, მამათი გაკეთებული არ. ხილად იყავი ფეხი არ წამოკრა. კარგი, მოასწრებთ მეთქი მაგასაც და მოკლედ უნდა დაგტოვოთ. კარგი, ქალბატონო, თქვენ დაწყნარით. როგორ ნერვიულობ. რა ვიცი, თუ ასე გწყდებათ გული, წამობძანდით ჩემთან ჩაწერაზე, ვისაც გაქვთ ზურვილი. შეგიძლიათ მოიცა, მართლა ყველა მოდიხართ ესე? ნუავიშლებით მაშინ რა, შვიდაც ხარათ რომ დავლაგდეთ, ორ რიგად რომ დავლაგდეთ და ისე რომ გამოვიდეთ რომ იქაც ჩემთან ორ რიგად შვიდაც ხარათ რომ შევიდეთ დეკორაციაში. კარგი. დილა, ასე მივდივარ მე, გამომხდები. თქვენ კი იცინით, მაგრამ მართლა კი არ ყოფილვარ ამერიკაში. ისე ჩამამონტაჟეს აქ ვიდეოში. ახლა კი მეუბნებიან ყურში რატო თქვიო, მაგრამ რა ვქნა, ეს ალალი ვარ და ხანდახან ისეთი ალალი ვარ, სისტეროშიც კი გადავდის ხოლმე რაღაცა. მე თქვენსავით აქ ვიყავი თბილისში და ღამე გავათენე ოსკარების ყურებაში. და როგორც ყველა მსახიობი მეც ვოცნებობდი.
მე რომ ოსკარი ამეღო. ამაყა დავიდოდი სცენაზე. კიბეებზე არ წავიქცეოდი. არ წავიქცეოდი ჩემსას რას გაიგე. პირველ რიგში მადლობას გადაუხდიდი ჩემს ბაბუას. ბაბუა ჩემი ხო იცით, აი ბებია ჩემს რომ ვახსენებთ ხოლმე ის ქმარი. მთელი თავის ცხოვრება სამთო ქიმიაში მუშაობდა. სამსახური და სახლში ისი არ ამოვიდოდა, ჩემთვის მამალოები რო არ ამოეტანა. მე მგონი ცოტა თემას გადავუხვიე ხო? საერთოდ ასე ვარ. თუ მამალოები ვახსენე, თემას გადავუხვევ ხოლმე. რახან უკვე გადახვეული მაქვს თემას მამალოებისკენ? მოდი გავყვები ამ ტკბილ გზას. ძალიან საამაყო ამბავი მინდა გითხრათ. იმ დღეს ტელევიზორში ასევე ვნახე, სხვათა შორის პირველ არხზე ვნახე. პატარა გორელ ბიჭს თავის ბიზნესი აქვს მამალოების. ამზადებს მამალოებს წარწერით Stop Russia. დღეს ეს პატარა ბიზნესმენი ჩემი სტუმარია, მივესალმოთ გიორგი შაშაბერიძე. აშები როგორ ახარ, როგორ მედის ბიზნესის ამბები? კარგად. კარგად. როგორ ვითარდება, ფართოვდება, ხო? კი. მაგრამ მე რა მინდა ახლა იცი კითხო? აქვე შეგვიძლია რომ დავამზადოთ ჩემი მამალოები? კი. ხო, ეხლა დეკორაციას ხო არაფერი, ხა? ხო არ დაუშავდა? ძალიან კარგი. მაშინ თუ არ დაგიშავდება და შენ კი არა დეკორაციას თუ არ დაუშავდება. ხო? მითხარი ეხლა რა გჭირდება შენი მისთვის რომ აქვე მოვამზადოთ ეს ამბავი ჩვენ? გაზი. გაზი თუ ქურა გინდა? ქურა. გაზ ქურა. ვიცოდი რომ რაღაცაში გამომადგებოდა ეს გაზქურა რა. ებია ჩემა მითხრა, დადეო და აჰა, აი თუ არ გამომადგა. გაზქურა გვაქვს? ეს ხო გინდა? კი, ეგ. კიდე რა გვინდა? წყალი. წყალი აგერ მაქვს აი ჭიქაში, შეგვიძლია წყალი მაქვს. კი ბატონო, კიდე რა გვინდა? ჭხირები. ამერიკიდან წამოვიღე, ვითომ ამერიკიდან წამოვიღე ჭხირები. ესე იგი. ასე. ჭხირები გვაქვს, ვიცი. კიდე რა გჭირდება? პარკები. პარკებიც მაქვს. პარკები, აი, ამერიკული პარკები ესენი გაუფრთხილდი. კიდე ნაღდი ამერიკულები. ეს მეთქი რა ვიცი, რამეში დამჭირდება, დაგჭირდება რამეში? კი, შვენიერი. კიდე კაი ვიყიდე, კიდე კარგი. კიდე რა მაქვს აქ? რა გაქვს? რა გინდა კიდება? შიო აღარაფერი. მეტი აღარაფერი? არა. შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. მოიცა, არაფერი არ გვინდა კიდე სხვა, ესე იგი, რაში უნდა ჩავასხათ? ყალიბებში. ყალიბები გვაქვს მე? მოიცა, ყალიბები არა მაქვს, ბიჭო. ყალიბები არა მაქვს. შენ გააქვს ყალიბები? გააქვს ყალიბები? გააქვს. ძალიან კარგი. ფერები? შენც როგორი მომზადებული ყოფილი? ამერიკიდან მოდი ხარ შენ? არა, გორიდან. გორშიც რა კარგი. გორშიც კაი ის ყოფილი. აი. ესენი მე მაინც ვერ გენდობოდი შენ. კი ამბობ რომ არ დაისვრებაო რაღაც. არა, გენდობი, მაგრამ სიტყვაზე გენდობი. ხო. ესენი მაინც წამოვიღე, მაინც დეკორაცია, ხო იცი რა. ჩვენ ვარ დავისვაროთ დეკორაციაც, არ დაისვაროს და გავამზადოთ, ხო? აი აქ მოვამზადოთ მე და შენ. და დავიწყოთ რა. მოკლედ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ იმიტომ გვაცვია ეს ლურჯი და ყვითელი რომ ერთმანეთისგან განგვასხვაოთ. მე ვარ ბაჩო და ეს არის გიორგი. მოდი ახლა მოვამზადოთ. ხო, მოვამზადოთ. რა გასამზადებელი მითხარი? აბა? მომეხარე მოდი. აი პირველ მილიონს რო იშოვი რას აპირებ? რა, დიდ მამალოს გავაკეთე. მე ვიცი, მონოლოგში ვახსენე, რომ შენს მამალოებს აკრავს სტიკერებს. Stop Russia. საიდან მოგივიდა ეს იდეა, რატომ და ესეც რო გითხრა, გაგვიმხილოთ ჩვენს მეც და მაყურებელსაც, ხო? ხურვალეთში ამ მქონდა კანფეტები. ხო? და იქ ვაბარებდი. აჰა. მე იქ დავინახე, იყო ესეთი.
მართულ ხლართები. აჰა. არ მომეწონა. მეთქი ახლა. ამებს დავაკრავ მეთქი და ამათ მიუტან ბავშვებს, ხო. აჰა. აჩვენე სეირი. სეირი ვაჩვენე ჯერჯერობით. ძალიან მაგარი ბიჭია რა. დიო, მე მგონი მზად არის, ხო? დავასხათ. დავასხათ, ჩამოვასხათ. მოიცა, მოგეხმარები ეს გამოვთოთ. უიდე რა. დაწვა ერთიანად რა. ო, კაი. ეს ვინა ყოფილა, ეს ვინ ყოფილა რა. დიო, ფრთხილად, მაგიდა არ დამისვარო, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. ჰო. ნელა, ნუ იცინი. ნელა. თავი არ ჩავაყოფინო. სამებს რა უყურთ დანარჩენი. ანუ აქ ახლა ეკონომიურად აკეთებს, ნახე შენ. მამალოც მომზადდა. სანამ ეს გაშრება ახლა და ჩვენ ამას შევჭამთ, მოდი მე და შენ ფოტო გადავიღოთ. მოდი გადავიღოთ. მოდი. მოდი. და პინინი ვარ. ჩემი სტუმარი იყო გიორგი შაშაბერიძე.